მოგესალმებით, ჩემი აზრით ქართული ოცნება არის რეაგირების რეჟიმში. ახლა ცვლიან პერიოდულად მესიჯებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. ჯერ იყო რომ აი 20 იანვარს დავალოდოთ და მე ყველაფერი შეიძლება შემდეგ იყოს რომ აი 20 იანვრის შემდეგ თუ დაამარცხებს Deep State-ს Donald Trump-ის შემდეგ შეიძლება რამე გვეშველოს და შემდეგ თუ ვერ დაამარცხებ ჭყალებში Deep State-ი Donald Trump-მა კიდე შეიძლება მესიჯი და რაღაც სხვას მოიფიქრება, იმიტომ ქართული ოცნების განცხადებებს ამ ეგრეთ წოდებულ საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც მათ რეალურად არც კი გააჩნიათ, მგონია რომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. უფრო ყურადსაღებია ის, რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ხო? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახლა საქართველო არ არის ახალი ამერიკული ადმინისტრაციისთვის პირველი პრიორიტეტი, იმიტომ რომ მსოფლიოში არის ძალიან ბევრი კონფლიქტი, ხო? პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში, ასევე უკრაინაში, ასევე არის ახალი სახელმწიფო მდივანი, რომელიც არის კუბური წარმოშობის და ის ამბობს, რომ ამერიკა არ უთმობდა საკმარის ყურადღებას ლათინურ ამერიკას და ეხა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ლათინური ამერიკა და ჩვენ ნახეთ რომ გუშინ გაათავისუფლეს ვენესუელიდან ძევლები ამერიკის ახალმა ხელისუფლებამ და აი ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ, მაგრამ თავად რაც არის ის რომ ამ ადმინისტრაციის თავად მესიჯი არის რომ ამერიკა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა, ამერიკის ინტერესები უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა. შევხედოთ რა განცხადებებს აკეთებს პანამის არხზე Donald Trump, ხო, პანამაში არის 4 ჩინური კომპანიის მიერ არხის ირგვლივ გახსნილი პორტები, მაგრამ ეს კომპანიები არის სახელმწიფო კომპანიები. საქართველოში ბევრად უარესი ხდება, ხო? სტრატეგიული მნიშვნელობის პორტის აშენების უფლება მისცეს სახელმწიფო კომპანიას ჩინურს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დაასანქცია 4 წელს წინ, როდესაც ტრამპი პირველი ვადით იყო პრეზიდენტი. რაც თავადია ჩვენ ხედავთ ანაბიჯები გადადგა, ხო? ერთის მხრივ, როდესაც ქართულ ოცნებას უარესდებოდა ურთიერთობები ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისინი გადავიდნენ ასე ვთქვათ, სხვა ვექტორისკენ შეცვალეს, ხო? დაიწყეს ურთიერთობების გაუმჯობესება ჩინეთთან, ირანთან. თავადია მათ ყველაფერი ააგეს იმაზე, რომ სანქციების გვერდისავლით ეკონომიკური ზრდა გამოეწვიათ ამ პარალელური იმპორტით და ხედავთ, ხო, საქართველოს თავი სავაჭრო პარტნიორები გახდნენ ყაზახეთი და ყირგიზეთი. ხო, რეალურად ხო ეს საქონელი, რაც ექსპორტზე გადის ამ ქვეყნებში, ყაზახეთში და ყირგიზეთში არ რჩება, ყველაფერი რუსეთში გადის. მაგრამ ეს არის შეუძლებელი. უნდა აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს ერთი რაღაც შეუძლებელია დასავლეთი, თუნდაც ეკონომიკურად ჩაანაცვლოს საქართველოსთვის რუსეთმა და მით უმეტეს ჩინეთმა, რომელსაც მინიმალური ეკონომიკური ინტერესები გააჩნია საქართველოში და ჩაანაცვლოს როგორ, ანუ რა თვალსაზრისით საუბრობთ? აი ქართული ოცნება ეძებს ალტერნატივას ქვეყნებში, სადაც აღიარებენ მას. და შეიძლება იყოს ეს აღმოსავლეთი. თუ წავა შეუქცევადი გზით, დღეს საქართველოში ყველაზე მეტი ფულად გადმოეცხვები ხდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, რუსეთი აღარ არის უკვე პირველ ადგილზე. ეს შეიცვალა ეს მითები, რაც ქართული ოცნება აუცილებდა, რომ აი რუსეთიდან ემიგრაციის გადმოეცხვებზე იყო დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა აღარ არსებობს. ეკონომიკაში ხედავთ, რომ ინვესტიციები მინიმუმამდეა უკვე შემცირებული და ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ქართულ ოცნებას მოუწევს გაცნობიერება იმის, რომ ჩვენ დასავლეთთან, მათ შორის ეკონომიკური კავშირების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება იმ ფორმით არსებობაც კი, რა ფორმითაც ჩვენ ახლა ვარსებობთ. და ამას ემატება ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, ხო? რეალურად მთავარი წნეხის საშუალება ქართულ ოცნებაზე არა ეს დასავლური სანქციები და დასავლეთის განცხადებები, არამედ ის უწყვეტი პროტესტია, რომელსაც ჩვენ ხედავთ ქუჩებში და ამ პროტესტს აუცილებლად გამოუჩნდება ახალი მუხტი და ამ მუხტს თვითონ ქართული ოცნება აძლევს ამ პროტესტს, როდესაც ყოველდღიურად ესეთ ერთმანეთის მიყოლებით ესეთ უსამართლობებს ჩადის ადამიანების მიმართ. მაინც კი ბატონო, ყველაფერი დამოკიდებულია სოლიდარობას მზია ამაღლობას და საწყისში დამოვიწყდა, იმიტომ რომ ესეთი საშინელება და ესეთი უსამართლობა არ უნდა დაუშვათ ქართველებმა ჩვენს ქვეყანაში. და ბუნებრივია ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს რუსთაველმა და ქვეყნის შიგნით საზოგადოების პროტესტმა, თუმცა მაინც ქართული ოცნებისთვის არის თუ არა რაღაცნაირად შეიძლება საჯაროდ საუბრობდნენ რომ ტრამპი თუ დაამარცხებს Deep State-ს ნახოთ როგორ იქნება, მაგრამ რეალურად ელოდებიან თუ არა იმას, როგორ დაალაგებს ტრამპი რუსეთთან, რა იქნება მისი სამოქმედო გეგმა თუ ასე შემდეგ. ანუ ელოდება თუ არა რა გადაწყდება მათ შორის რომ არავინ არ იცის ტრამპის და რუსეთის ურთიერთობა როგორ გამვითარდება, იქიდან გამომდინარე ვიცით დაახლოებით რა არის რუსეთის წითელი ხაზები და რა არის ამერიკის წითელი ხაზები. თუ ამ ორი ქვეყნის წითელ ხაზებს შევხედავთ, მარტივი ვარაუდის
რუსეთის მარტივია ვარაუდი გამოთქვას, რომ ისინი ვერ შეთანხმდებიან, იმიტომ რუსეთი უბრალოდ დავუშვათ უკრაინის 4 რეგიონით და უკრაინის ნეიტრალიტეტით არ დაკმაყოფილდება. პუტინს აქვს ავადმყოფური სურვილი, რომ დაიკავოს მინიმუმ ნახევარი უკრაინა მაინც გულისხმობ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს, რასაც მას არავინ არ დაუთმობს. სულ ყველა მიატოვოს უკრაინამ, უკრაინელი ხალხი თავად არ დაუთმობს ამას და არ დაუშვებს, მაგრამ ამას არავინ არ გეგმავს. პირიქით, თუ ჩვენ მოვისმენთ ტრამპის მაღალჩინოსნების განცხადებებს, ისინი ამბობენ, რომ მათ უნდათ ორივე მხარე მიიყვანონ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ჯერ მოლაპარაკებებზე ერთი მხარე არ თანხდება, იმიტომ ცხადია უკრაინელებმა უკვე გამოთქვეს ზვაობა, რომ თავის პირობებით დათანხმდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ რუსეთის გათვლა არის იმაზე, რომ ეს ომი გაგრძელდეს დიდხანს და დასავლეთი დაიღალოს უკრაინის დახმარებით და ბოლოს მიატოვოს, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია პირიქით ამბობს, თუ ისინი ვერ აიძულებენ პუტინს, რომ მოლაპარაკებებს დათანხმდეს, უფრო მეტად დაეხმარებიან უკრაინას, რათა სამხედრო წარმატებებმა უკრაინის აიძულოს რუსეთის ახლანდელი. მოკლედ ამ საკითხიდანაც რაიმე სასარგებლოს მოლოდინი ქართულობს. არა, თავად ეს ეკონომიკური ალტერნატივა მათ არ გააჩნიათ ვერანაირი ჩინეთი და ეს ტყუილები, რომ თითქოს აბუ-დაბიდან და დუბაიდან მილიარდები ჩაიდება, ვერ შეცვლის იმას, რასაც მე მგონია, რომ ტყუილია, იმიტომ რომ მე მახსენდება უამრავი შეუსრულებელი ეგეთი დაპირება. მაგალითად, შეგახსენებთ ქუთაისში მამუკა ვახტაძის მიერ დაანონსებულ ელექტრომობილების ქარხანას, რომელიც უზარმაზრ ჩინურ კორპორაციას უნდა გაეხსნა, მაგრამ არ გახსნილა და წლების განმავლობაში ქართულ ოცნებას ახასიათებს ესეთი ცუდ დაპირებები, რომლებიც მე არაფრით არ სრულდება. თქვენ როგორ ხედავთ ზოგადად აი ამ სანქციებს? თუ კი ვსაუბრობთ ჩვენ წნეხზე, ბუნებრივია შიგნით აქციები და გარეთ სანქციები არის წნეხის, ასე ვთქვათ, ფორმულა, მაგრამ რამდენად საკმარისია ის, რაც კეთდება დასავლეთის მხრიდან, ხშირად არის ასეთი კრიტიკული მოსაზრებები, რომ ეს პროცესი გაჭიანურებულია. ბუნებრივია სანქციები მარტივად ვერ მოხდება, მაგრამ რამდენად არის აი თუნდაც მართლაც ტარგეტირებული ისეთი, რომ განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ამყოფოს. ჩვენ ხედავთ, რომ დასავლეთი მაქსიმალურად არიყენებს ამ ზომებს. იგივე ბიძინა ივანიშვილის სანქციები, რაც გამოქვეყნდა, ვნახეთ ხო მაგალითად არ ეხება მის ოჯახს, არ ეხება მის კომპანიებს, ანუ მას უკან დასახევი გზა დაუტოვეს, მაგრამ ეს ულიმიტო არა არის დრო და ის გზა, რაც მას დაუტოვეს და რაღაც პერიოდის შემდეგ ის ხვრელები ამ სანქციებში აუცილებლად შეივსება. ერთგვარად ეს სანქცია იყო მისი ბოლო გაფრთხილება და რა იყო მისი რეაქცია? ეგრევე დაიწყო ოჯახის წევრებზე გადაფორმება, ეგრევე დაიწყო ოფშორებიდან რაღაცების გადმოტანა, მისი საკუთრების და ქონების გადმოტანა საქართველოში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რაღაც უნდა გვესმოდეს, ხო, თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შენი სრული სანქციება გადაწყვიტა, მე საერთაშორისო საბანკო სისტემიდან შენ ასე გინდა თუ ისე გინდა, მაინც ჩახსნილი იქნები და მაინც ვერ გადაუჩები ამ სანქციებს, ამიტომ ეს ეხა ის იყენებს იმ დროს, რომელიც მისცეს მას რაღაც პერიოდი, რომლის იქითაც მისი სანქციები გარდაუვალია, მაგრამ ამერიკასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბრიტანეთის სანქციები, იმიტომ რომ ბრიტანეთის სანქციები ვრცელდება იმ ოფშორულ ტერიტორიებზე, კაიმანის კუნძულებზე და ვირჯინიის კუნძულებზე, სადაც მდებარეობს ის კომპანიები, რომლებსაც ეკუთვნის მე ბიძინა ივანიშვილის ყველა ბიზნესი, მათ შორის საქართველოშიც და სხვაგანაც. აი შეძლებს თავი დააღწიოს სანქციებს, თუ მაგალითად აი დიდი ბრიტანეთის მიმართ ხომ არის მოთხოვნა, რომ დაუწესონ სანქციები და ეს მოთხოვნა კი არა მოლოდინი ივანიშვილსაც ექნება, რა თქმა უნდა. აი მოასწრებს გადმოტანა, აი რომ დაიწყოს მაგალითად ოფშორებიდან გადმოტანა. რომც გადმოიტანოს, თუ ეს ასეთი საბანკო სისტემა მას არ მოემსახურება, ეს ქონება მას შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ ვერაფერში ვერ გამოიყენოს, ამიტომ ეს იქნება მისთვის უმძიმესი, მაგრამ ჩვენ არ ამგონია საუბრობდით რაციონალურად მოაზროვნე ადამიანზე, იმიტომ აშკარა მისი საჯარო განცხადებებიდანაც, მისი პარტიის საჯარო განცხადებებიდან, რომ ყველა ის კონსპირაციას, რასაც ავრცელებს თავად ის ან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებები და მე რასაც უკვე მათი კონტროლერებადი და მათ მიერ დაფინანსებული ექსპერტები ავრცელებენ, ამ ყველაფრის მე დარწმუნებული ვარ, რომ მას მართლა სჯერა. ესაა ჩვენი ქვეყნის მთავარი უბედურება, რომ ამ ადამიანს აქვს განათლების, არ ვიცი, ისეთი ტიპის განათლება აქვს და ფუნდამენტური განათლების დეფიციტი აქვს, რაც მას აძლევს საშუალებას დაეჯეროს ყველაზე ბნელი კონსპირაციები, რაც შეიძლება წავიკითხოთ რაღაც ultra ფიქრობთ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს ეს iluzია აქვს მართლა შექმნილი, რომ არსებობს deep state-ი? მას აქვს, ამას არ დასტურებს მისი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებების, რომლებიც როგორც ისინი ამბობენ, იმიტომ გადაემტერა მათ, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმა დაიწყეს. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში ადამიანთან საქმე. კეთილი, მადლობა.